ახლა გადავიდეთ მთავარზე. UFC 222-მა ნიუ-იორკში ისეთი ამბები დატოვა, კაი ხანს რომ ეყოფა საჭორაოდ მებრძოლთა საძმოს. მთავარი ამბები კი ისაა, რაც ავსტრალიელმა ჯეკ დელა მადალენამ თქვა ისლამ მახაჩევთან წაგების შემდეგ. წარმოიდგინეთ, 5 რაუნდი იომეს, სისხლი და ოფლი ყვარეს და ბოლოს მაინც რუსმა ჩემპიონმა გაიმარჯვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. მაგრამ საქმე ის კი არ არის, რომ ისლამი ძლიერია, ეგ ისედაც ვიცით, არამედ ის, თუ რა აღიარა თავად ჯეკმა. 29 წლის მებრძოლმა პირდაპირ თქვა: ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ზედმეტად დაუპროგრამდი თავდაცვაზეო. მთელი ბრძოლა იმის ფიქში ვიყავი, დარტყმა არ გამეშვა, როგორმე თავი დამეძვრინა და შეტევაზე გადასვლის მომენტი უბრალოდ გამეპარა. ხანდახან ვგრძნობდი, რომ შემეძლო დამერტყა, ფეხზე წამომდგარიყავი და მეპრესა, მაგრამ ზუსტად მაგ დროს რაუნდი მთავრდებოდა. ისლამმა თავისი მაქსიმუმი აჩვენა, მე კი სახლში ბევრი საშინაო დავალება წამოვიღე. ეს არის სპორტის სიმკაცრე. სანამ შენ იმაზე ნერვიულობ, ცხვირი არ მოგტეხონ, მეტოქე უკვე შენი ცხვირის ადგილს ეძებს თავისი მუშტისთვის. მახაჩევმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის დღეს ყველაზე კომპლით მებრძოლია. ტიპმა არა მხოლოდ გრეპლინგში დაარხჭა ავსტრალიელი, არამედ ტემპის კონტროლით სული ამოხადა. მაგრამ მოდით სიმართლე ვთქვათ, განა მარტო მახაჩევია თემა? ნამდვილი ცეცხლი სხვაგან ინთება. ახლა მთელი სამყარო ილია თოფურიაზე ლაპარაკობს. ლეგენდარულმა ჯო როგანმა ისეთი რამე თქვა, გულს გაგიხარებს კაცს. მისი აზრით, ელ მატადორი ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავ რეკორდს აშენებს. როგანმა პირდაპირ დაახეთკა, თუ თოფურია ჯასტინ გეიჯის ნოკაუტით დააგდებს, მას ექნება ისეთი გამარჯვებების სია, როგორიც MMA-ის ისტორიაში არავის ქონიაო. და მართალიცაა, აბა დაფიქრდით. 2015 წლიდან კაცი ოქტაგონში შედის და არავისთვის არაფერი არ დაუთმია. 17 ბრძოლა, 17 მოგება და აქედან მხოლოდ 2 მივიდა მსაჯების გადაწყვეტილებამდე. დანარჩენი ან ნოკაუტი, ან დახრჭვა. ეს არაა უბრალოდ სტატისტიკა. ეს არის ნადირობა. თოფურიას სტილი ესაა ზუსტად ის, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდით. ის იწვევს ემოციას. მასთან აურას კამია ვარიანტი არ არსებობს. ან შენ ხარ შოკში, ან შენი მეტოქეა იატაკზე. თუ მართლა გეიჯის დაუპირისპირდა, ეგ ექნება წლის ყველაფზე სასტიკი და ნანატრის ანახაობა. ასე რომ მეგობრებო, სამხარო იცვლება, ერთი ღამე, ერთი ბრძოლა და ისტორია თავიდან იწერება. ზოგი ჩემპიონის სტატუსს ამყარებს, ზოგი კი ჩვენი ილიას მსგავსად ლეგენდის გზას პირდაპირ სისხლით და ოფლით კაფავს. იცით რა არის ყველაზე მაგარი ამ ყველაფერში? ის რომ დღეს მსოფლიო MMA-ის რუკაზე საქართველო აღარ არის უბრალოდ პატარა ქვეყანა სადღაც კავკასიაში. დღეს ჩვენი ბიჯები ამ მინს ქმნიან. როცა ჯო როგანი, კაცი რომელსაც ოქტაგონზე ყველაფერი აქვს ნანახი, ილია თოფურიაზე ასე აღფრთოვანებული ლაპარაკობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ელ მატადორი რაღაც ძალიან დიდს აკეთებს. წარმოიდგინეთ სცენა. ილია და ჯასტინ გეიჯი. გეიჯი ხომ ის ტიპია, ვისაც ჰაილაითების მანქანას ეძახიან. კაცი, რომელიც 80 კილოზე ნაკლებს იწონის, მაგრამ ისე ურტყამს, თითქოს 100 კილოიანი გრდემლი მოხვდაო. და აი ამ კაცის წინააღმდეგ გამოდის თოფურია. თავისი აგრესიით, იდეალური ტექნიკით და იმ კმლელის ინსტინქტით, რომელიც ან გაქვს, ან არა. თუ ილია გეიჯის დაანოკაუტებს, მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. ამბობს როგანი. და რატომ? იმიტომ რომ ილია არ მოდის სათამაშოდ. ის მოდის დასასრულებლად. მისი 17 გამარჯვება შემთხვევითობა არაა. ეს არის წლების განმავლობაში ნავარჯიშევი ყოველი მეტრი, ყოველი გრამი ოფლი, რომელიც დარბაზში დატოვა. როცა ტიპს 17-დან 15 ბრძოლა ვადაზე ადრე აქვს მოგებული, იქ კითხვები აღარ არსებობს. ახლა მოდით მახაჩევზეც თქვათ ორი სიტყვა. ისლამმა თავისი საქმე გააკეთა. მართლაც უმაღლეს დონეზე იჭიდავა. მაგრამ აი დელა მადალენას აღიარება ბევრ ამას გვასწავლის. ზედმეტად ბევრს ფიქრობდი დაცვაზეო. აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული. სპორტშიც და ცხოვრებაშიც, როგორც კი გადაწყვეტ, რომ მხოლოდ თავი დაიცვა და არ შეუტიო, შენ უკვე წაგებული ხარ. UFC-ში ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძველი ლეგენდები ნელ-ნელა ადგილს უთმობენ ახალ, მშიერ მგლებს. და ამ მგლებს შორის ყველაზე ხმამაღლა სწორედ ქართული ყიჟინა ისმის. თოფურია, თავისი ესპანურ-ქართული ტემპერამენტით, გახდა სახე იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მებრძოლი. თავდაჯერებული, ცოტა თავხედიც, კარგი გაგებით და საოცრად ეფექტური. აბა დაფიქრდით, რამდენად გაგიჟდება ნიუ-იორკი ან მადრიდი, როცა ილია ოქტაგონზეავა. ეს არ იქნება უბრალოდ ჩხუბი, ეს იქნება ემოციების აფეთქება, ისეთი რის გამოც ღამეებს ვათენებთ და ეკრანებს მივჩერევი ვართ. თავარი კითხვა კი მაინც ესაა. მზად არის კი გეიჯი იმისთვის, რასაც თოფურია შესთავაზებს. იმიტომ რომ ილია არ არის უბრალოდ კიდევ ერთი მებრძოლი. ის არის ფენომენი, რომელიც ისტორიას ჩვენ თვალწინ წერს. და ჩვენ, როგორც მაყურებელს, მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა. დავტკბეთ ამ სანახოებით და არასდროს თქვათ ის წეული ფრაზა. ანუ კაი, მოიგო და მოიგო. არა ძმაო, აქ ყველაფერი სხვაგვარაა. სურათი 1000 სიტყვაზე მეც იწონისო, ხომ გაგიგიათ?
ხო და შეხედეთ იმ კადრს, სადაც არმანი პულას ჰაერში წევს და ისე ატრიალებს როგორც გინდა. ეს ტიპი დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო გრეპლერია და ვისაც ეს წყინს, წყალი დალიოს. ჩემი აზრით, ისლამ მახაჩევი, ჩიმაევი და წარუკიანი, აი ეს არის დღეს UFC-ს წმინდა სამება პარტერში. თან არმანი ბოლო დროს ჩიმაევთან ერთად ვარჯიშობდა და შედეგით სახეზეა. ნახეთ ეს ვიდეო, როგორ აართვა 9 ქულას 3-ის წინააღმდეგ მესამე რაუნდში. პირველ შეხვედრაზე უფრო დიდი სხვაობით მოუგო. ვიღაცები მეტყვიან, ანდრეს რა იყო არმანზე ხარ შეყვარებული, სულ მასზე რატომ ლაპარაკობო? ბიჭო, თუ იცით ვინმე სხვა თავის დივიზიონში ნომერ პირველი რეიტინგით, ვინც ასეთი აქტიურია, გრეპლინგშიც ჩხუბობს, ინტერვიუებსაც არაკლებს და ტიტულზე ჩხუბს ყველაზე მეტად იმსახურებს, მითხარით და მასზეც გავაკეთებ კონტენტს. ახლა ხმები დადის, რომ წარუკიანს უკვე ჰყავს მეტოქე და თარიღიც დაუნიშნეს. ამბობენ ყველა გზა ბენუა სენ-დენისტენ მიდისო. ნახოთ რა იქნება, მაგრამ ზოგს უკვე დაეღალა გული ამ გრეპლინგის ყურებით ტაქსისტებთან. თუმცა ერთი წამით. ულასი ნამდვილად არ არის ტაქსისტი. ტიპი NCAA-ის პირველი დონის მოჭიდავეა. ოჰაიოს ჩემპიონი. პირველ ტურნირზე 10-0 გადაუარა მეტოქეს, მაგრამ არმანთან მაინც ვერაფერი გააწყო. ეტყობა ის დაღესტნური კრეატინიც არ ეყო, პულას რომ ჰქონდა მომარაგებული. არმანის წინააღმდეგ პარტერში დღეს წამალი არ არსებობს. მოდით გულახდილად ვილაპარაკოთ. შეიძლება არმანი არ გეპიტნავებათ მისი განცხადებების გამო, შეიძლება ანტიგმირის როლში უფრო ხედავთ, მაგრამ თუ მის ოსტატობას ვერ აღიარებთ, მაშინ MMA-ში იმდენივე გცოდნიათ, რამდენიც მე კვანტურ ფიზიკაში ან კოსმოსურ ინჟინერიაში. წარუკიანი და მახაჩევი სულ სხვა ლიგაა. ისინი დანარჩენებზე 2 ნაბიჯით წინ დგანან. ბევრს ავიწყდება რა უქნა არმანმა თავის დროზე იოელ ალვარეს. ალვარესი ხომ მაგარი გრეპლერი და ჯიუჯიცერია, მაგრამ წარუკიანმა იქ ნამდვილი სისხლის შხაპი მოუწყო. ზოგს ახლა დან ჰუკერთან მომხდარი თავით შეჯახება აკერია პირზე და ამბობენ ბინძური მებრძოლია და ტიტულზე ჩხუბს არ იმსახურებსო. კარგით რა ხალხო. თუ MMA-ის ყურება 2024 წლის თებერვალში დაიწყეთ, გასაგებია რომ ჯონ ჯონსის ამბები არ გემახსოვრებათ. კონფერენციაზე კორმიეს რომ ეცემოდა და მაინც აჩხუბებდნენ, ან მაკ გრეგორმა ავტობუსს რომ რკინის კონსტრუქცია ესროლა და მებრძოლები დააშავა. მათ შეიძლება და არმანს არა. თუ გონიათ რომ ჯასტინ გეიჯი უფრო იმსახურებს სატიტულო ბრძოლას მის მერე, რაც პედი პიმბლეტელს უქნა, რომელიც ვითომ ნომერ პირველია დივიზიონში, მაშინ ნამდვილად არაფერი გესმით ამ სპორტის. არმანი არის პრობლემა. ის არის თავის ტკივილი ნებისმიერისთვის. კი, შეიძლება ფეხზე დგომისას ნოკაუტში გაუშვას, UFC-ს გარეთ მომხდარი კიდეც, მაგრამ პარტერში ის ნამდვილ ჯოჯოხეთს მოგიწყობთ. ასე რომ მეგობრებო, არმან წარუკიანი ბრუნდება და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. სენ-დენისთან იოლი გასეირნება არ ექნება, მაგრამ ხალიჩზე ის სხვა დანზომილებაა. ნახეთ კომენტარები, დარწმუნებული ვარ, ბევრი ბოღა და ირონია იქნება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. არმანი ელიტაა.